ღია ეთერში დაგიბრუნდით მიშა და ნინო დიტოსთან ერთად საინტერესო ამბები სპორტული ცხოვრებიდან. რა თქმა უნდა, როგორც ყოველდღე და მიუხედავად იმისა, რომ ის არის უკვე საქართველოს პარლამენტის 2 მე-11 მოწვევის წევრი და უამრავი მასშია, აი განათლების ფაქტორით ავიღოთ ნინიკო, როგორი პორიგლოტია, 5 ენა მე პროფესიონალების ას გავაჩქარებ, კარდინალურ და ძალიან ბევრ საზოგადო და მნიშვნელოვან ზედმეტი სიტყვა, ზედმეტი მოძრაობაზე, უხერხული ჟესტი, მსგავსი რამ საზოგადოებას არ უნახავს. ცენტურიონი, მორაგბე ცენტურიონი, რას ნიშნავს, რომ აკისრია უდაოდ მთელი ამ ხრის განმავლობაში იყო ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერთაგანი სანაკრებო კარიერამ გასტანა 14 წელს 2006-დან 2020 წლამდე. როგორ დაგიხასიათა ზუსტად პიტერ ყველაფერი? და არ ვიცი რა, საოცარი ადამიანია. წარმატება უსურვოთ. წარმატება და აი ვართ მოლოდინში, რაც თავარია რომ თავის უდიდეს გამოცდილებას მე კრეატიული ადამიანია. ანუ აქ უამრავი მოსაზრება, უამრავი პროექტი და აი ყველაფერი ამას თუ მიეცა შესაბამისი გზა და შეესხა ფრთები გარწმუნებთ, არ ვაჭარბებ, რომ ქართულ რაგბს უმოკლეს პერიოდში შეუძლია ჩვენ ვიხილოთ ქართული რაგბის სულ გაცილებით მაღალ სიმაღლეს. ამ რესურსის მაქსიმალური გამოყენების უნარი გააჩნია. თვითონ სულ 1 საათში პოდგორიცაში 12 ხო 6 საათზე 6-დან იწყება და ევროპის ფინალი 100 კილოგრამში ძიუდოს გულისხმობ რა თქმა უნდა ილია სულამანიძე და ზელიმ კოცოევი. ილია სულამანიძეს ვიცნობთ, მაგრამ ზელიმ კოცოევი არა, ზელიმ კოცოევი უძლიერესი, ძალიან ძლიერი მეტოქეა, ვიტყვი რომ ბუკმეკერებს ფავორიტადაც ყავთ შერაცხული და არც უსაფუძვლოდ. მოდი ორი სიტყვი დავახასიათებ მეტოქეს, ოსია ბესლანელია. აი ეს ჩვენთვის კარგად ნაცნობ ბესლანის ტრაგედიაში უამრავი ნათესავი დაკარგა მაშინ. დააყოფით, მიუხედავად ძალიან მდგრადი ბიჭია. არ ვფლობ ინფორმაციას, როგორ აპირობებში მოხდა, რომ აზერბაიჯანში მიიღო აზერბაიჯანის მოქალაქეობა და ეხა რა თქმა უნდა არა ლამაზ თვალებისთვის და იმამიმ როგორც ძალიან სერიოზული ზუგბეჭკაშა, მოდ რეგულარულად რომ გადავიდა წლები აზერბაიჯანის სახელით გამოდის და აზერბაიჯანის დროშის ქვეშ და მის ღირსებას იცავს, გასულ წელს გახდა პირველი ძიუდოისტი ევროკონტინენტზე, ვინაც ერთი სეზონის მანძილზე დაამყარა უნიკალური რეკორდი. მოიგო 3-ვე უმსხვილესი შეჯიბრება. გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური ჩემპიონი ერთ წელიწადში. ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. და ფინალი, გასული წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალი, სადაც პრაქტიკულად აი უშუალოდ იქ კოცოევის დამსახურება ნაკლები იყო, აქ იყო ყველამ კარგად თავდილი აღიარებს, აი იმ გამოუცდელობის ფაქტორმა რამის პირდაპირ გაგებით უკვე ჩამოკიდებული ოქროს медали ჩამოახსნევინა სულამანიძეს. ახლა იგივე მეორდება ახლა. არა, მერტფაგასო იგივე არ გამოვიდა. მათი არა, იქ მათი დაპირისპირება, რევანშის დროა, კი ბატონო. ახლა რევანშის დროა, ილიას უპრობლემოდ მივიდა ფინალამდე, არც კოცოევს ქონია. 18 საათიდან იწყება ფინალური ბლოკი, წესი თუ ქალები ჩაჯდება შუაში 1 წონაა, ვაჟებში 2 წონა ინომრება, წესით რეგლამენტით უნდა დაიწყოს 91-ით და ჩვენ სადღაც 18 საათსა და 20-25 წუთიდან ფინალური შეხვედრა უნდა მოხდეს. წარმატება უსურვოთ. აი ეს თომაქს რომ იყვნენ ინფორმირებული. მაინც დაგეკითხები და როგორ უყურებ ქართული ძიუდოისტების გამოსვლას, როგორ შეფასებ? ობიექტურად იცი რა, ვიტყვი ასე რომ ბევრი კითხვის ნიშანია, ძალიან მსხვილი. აქ მარტო ცარიელ შედეგზე არ არის, მიუხედავად რომ ავიღეთ უკვე ესე გარანტირებული 4 медаლია და მათ შორის იმედია რომ ეს იქნება მეორე უმაღლესი სინჯის. კლიანობაში არტოვებს გუნდი ისე მომზადების იმას, რაც როგორც ჩანს არის შიდა და ქვედა მოვლენები, ელემენტალურად აქ არის სამსვლელო შტაბზე უმეტესად, იმიტომ რომ იცი რა წაგებას არის და წაგებას, მაგრამ როცა აი ზე ტიტულოვანი ეროვნული ნაკრების ბირთვის წევრები უმალ და არც თუ მასზე გაცილებით დაბალ საფეხურზე მდგომ ძიუდოისტი დღეს თუშის დაემართა იგივე თურქთან წააგო და ის თურქი მერე იმან ამოაყირავა უშანგიმ ჩვენმა კოკაუროვ აზერბაიჯანის სახელით გამოდის უთავის ხო და მოკლედ რა მარტო ეს არა, ნუ ეს კიდე ერთი ნათელი მაგალითია. ეს ისეთ იმდენად გრძელვადიანი ასე ვთქვათ. კი, არა, იმედია რომ მე იმედი მაქვს რომ კარდინალურ რაღაც გარკვეული ცვლილებების დრო ქართულ ძიუდოში დგება. და აუცილებლად უნდა იუბილარებზე ვისაუბროთ. იუბილარები ეხა ვიწყებთ, რასაც ვიწყებთ. რომაული სტილით მოჭიდავე თემურ აფხაზავა. მაგარ სასაული ადამიანი. კი, თან გვალი თარიღი დაბადებიდან 70 წლის იუბილე ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე სპორტის დამსახურებული ოსტატი არის სხვა შორის ეს
აი ქუთაისური საჭიდაო სკოლის ერთ-ერთი ლეგენდის ბატონ ილია ბობოხიძის აღზრდილი და ეს უკვე ნიშნავს რომ ის კარიერის მანძილზე ეხლა ნახე მთავარი ტიტულები მსოფლიოს და ევროპის ორგზის ჩემპიონი მსოფლიო თასის მფლობელი მსოფლიო სუპერთასის მფლობელი ნუ ეს უკვე თავისთავად მიუხედავად იმისა რომ ქუთაისელი ეს აი იმდენად მოკრძალებულია რომ არ უყვარს თქვა ეთერში ფართო საზოგადოების აი თავისთვის კაცი არ ვიცი უნდა უსურვოთ ღერძელობა ბედნიერება რა ვიცი აი და აი ის შემართება და ის კეთილშობილება რაც ამ ადამიანს გააჩნია უბრალოდ კარგი იქნებოდა რომ ხშირად კი არა ხანდახან მაინც გვეხილა ეს ადამიანი იმიტომ რომ სამაგალითო იქნება თაობების უბრალოდ მას არ სურს რა ძალიან მოგრძალებული კუჩაში რომ შეიძლება მამონმა ვიღა ვერ იცნოს არა და ლეგენდაა ბიჭო ლეგენდა რომელიც რა ჩამოთვალ ეს ერთ ხუთ ქვეყანაზე ყოფა მარტო ერთი 1000 წელი ეს ტიტულები რომ იცა კიდევ ერთი იუბილარი 24 აპრილს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა ბატონ თემურ ხობულურს. ყველა ვიცით ვინ არის ეს ადამიანი, მაგრამ მაინც მინდა რომ მისი მთავარი სპორტული მიღწევები გაიხსენო. ნუ ყარამანოვიჩი ეს საერთოდ ეს აი გამორჩეული როგორ გითხრა იცი აი ეხა სიტყვები არ ყოფნის დავიწყოთ იმით რომ თემურ ხობულური გახდა პირველი ქართველი ჯიუდოისტი, ვინაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო. მთლიანობაში ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ორგზის ევროპის ჩემპიონი და აი 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის ფინალში მოხდა ის, რაც მარტო ოლიმპიადაში შეიძლება, მარტო ოლიმპიადაზე ხდება და შეიძლება მოხდეს და ამ ჯერზე ჩვენ და საწინააღმდეგოდ. ახ განსაჯე საკმაოდ ძლიერი მეტოქე ყავდა, ეს ლეგენდარული და სხვა შორის ბელგიური ჯიუდოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი და ყველა დროის საუკეთესო ჯიუდოისტად მიჩნეული ნიდერლანდური წარმომავლობის რობინ ვან დერ ვალე. მეცხრედ ხვდებოდნენ ერთმანეთს კარიერის მანძილზე. ანუ კარგად იცნობდნენ. და მოხარშულს დაღიჭა. 8 ორთაბრძოლა ჰქონდა თემურს მანამდე მოგებული. აი როგორი ფავორიტი იყო წარმოიდგინე. და მაინც ეს ერთი ვერ იჭიდავა რა. ყარამანოვიჩი აი ერთი უნდაბლესი მაშინ იყო უნდაბლესი შეფასება კოკა. აი რაც ოლიმპიადას თორე მსოფლიოს და ევროპაზე არ ხდება. თორე მანამდე მსოფლიოს არ ქონდა მოგებული. ევროპა გვიან მოიგო ვანდერვალებს ისე დაამთავრა კარიერა მსოფლიო არ მოუგია. უაღრესად ტიტულოვანი აი ვერ ჩამოთვლი, მაგრამ ევროპირველობა თემური რო წავიდა, მერე მოიგო. ევროპაც არ ქონდა მოგებული. ვერაფერს ვერ იგებდა. მერე წონას გამოცვალა. და აი ეს და აქ საინტერესო დეტალი იყო. ასეთი დაპირისპირება ამდენ წლების განმავლობაში რაღაც ურთიერთობაშიც გადავიდოდა. ორჯერ ყავდა დაპატეჟებული, ერთი ჯერ კიდე საბჭოურ ეპოქაში, მერე 90-იან წლებში არნახული პატივისცემით რა. აი ისე კი რომ დაგპატეჟებს, აი ჩვენ რო ვიცით რა სტუმრის დახვედრა და აი მსგავსი დახვედრა და შენ აქედან ჩადიხარ რაღაც ბიჭო მაიცამ მაშინ დანგრეული, გაჭირული, გაუბედურებული ქვეყნდა და იქ აი ხაპრული იმას რო თავისი არ ვიცი, იქ მარტო სუფრაზე და იმას კი არა, ექსკურსიებით იმით და აი დღემდე ისეთი უახლოესი ნამდვილი რაიმდებია ეს მომწონს იყო ეს ასეთი შემთხვევას რომ ერთ-ერთი ორთაბრძოლის აგების შემდეგ გაოცდა რა, მერე გაიგო მოიცავ გაზო ნეკრმოტეხილი ჭიდა ყველა სხვა წავიდო და კლინიკაში პირდაპირ აი სტატამიო და არამანოჩი გავიდა ნეკრმოტეხილი რა და მე რა იცი ბადონ თემურს ეხა არ შეიძლება არა ხო ნუ გურამ ბაბიტაშვილის აღზრდილია აი ამ ადამიანი ესეთი გაწონასწორებული ადამიანი აი ალბათ რომ მითხრა რომ აი შენი ცხოვრების მანძილზე სპორტულ სამყაროში 10 ყველაზე გაწონასწორებული ადამიანი არა 10-ში კი არა შეიძლება 5-ში დაგისახელო რა მიუხედავად იმისა რომ უზარმაზარი ჭრილობა და მოუშუშებელი ტკივილი იმიტომ რომ ტრაგიკულად დაიღუპა დეიდაშვილი ლეგენდარული უფრო მეტი ის კობა კურტანიძე ნუ როცა მოვაწყონებული კობას დაბადების ხო და რა გამკაც გამოვლილი მაგრამ აი ვერ შეატყო ბრითარი უკმაყოფილო იყო ასეთი რამ რომ ეხა არა დიდი რო გასული რამდენიმე წლის წინ ქონდა კანდიდატურა წარმოდგენილი ჯიუდოს ფედერაციის საპრეზიდენტო არა ბიჭო არა არც ვინმეს აი რუხეშად რო თქვა ჩალენჯი რაღაც ის რო აი დამიდეკი არ ისეულად არ შეხედა არაფერი პირველმა მიულოცა პირველმა მოხსნა პირველმა არ ყველაფერს უზადო დაკეთებს ეხლა მთავარი არის რომ არანორმალური ის დაიეს מחარებს ყველაზე მეტად ამ დიდებული ადამიანის სიდიადე შემიაზრეთ რიზდის არის
უდიდესი კომაგი ქართული ჭიდაობის. სხვათა შორის მაშინ ქართული ჭიდაობის ტრადიციულად ფალავნები იგებდნენ მძიმე წონოსნები და ეს სხვა წონა ქონდა როცა გახდა 1976 წელს საქართველოს აბსოლუტური ფალავანი. ეს რას ნიშნავს? იცი, გაცილებით იოლი იყო მსოფლიო და ევროპა მოგეგო შენ წონაში ვიდრე საქართველოს აბსოლუტური ფალავანი იმ დევებთან. იმიტომ რომ წონით იჩაგრები არ არის ეს კი, რა თქმა უნდა. იშვიათად ხდებოდა ეს. ცუდიდებზე ჩამოსატველი და მათ შორის თემურიმ შეძლო და მეტად გასახარი აი პირადად არა მარტო ჩემთვის დარწმუნებული ვარ სრულიად, იმიტომ რომ ქართული ჭიდაობის გარეშე ჭიდაობის განვითარება იცი როგორ არის აი ვერ გადმოგცემ რა არ შეიძლება ამას ყველა აღიარებს ყველა აბსოლუტურად და აი წელს აირჩიეს საქართველოს ზუსტად ჩვენი ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ნეტა აქამდე აირჩიეთ ყარამანოვიჩ მერსმუნე დღეს ქართული ჭიდაობას ეხა ერთი თხოვნა მექნება მილოცოსთან ერთად ბატონ თემურთან რომ არამანოვიჩ ყველაზე კარგად თავად მოგეხსენება და იცი ნახერხი უნდა დააბრუნო ვიცი რომ პრობლემატურია ვიცი აი ეს უნდა მეთქვა ქართული ჭიდაობასთან დაკავშირებით არა ნახერხი თუ არ დააბრუნე ეხა ობიექტურად ყველა აბსოლუტურად მეუბნება რომ ეს საკუთარი თავის მოტყუება და მასხრა დააგდება. არ შეიძლება ქართული ჭიდაობა ნახერხის გარეშე. არ. რატომ აქ ესეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა? ნუ ძალიან დიდი ის არის რა, ამას იქ არის ტექნიკური. აბსოლუტურად აი სხვა პლანეტაა რა, სხვა სამყარო, სხვა გარემოა და სხვა განვითარება. საინტერესო. არ. იმიტომ ადათან და ბაბადან ესე მოდიოდა და ბიჭო რა ნახერხი აი როგორ ისე ჟღერს ხო ცინიკურ რა ნახერხი ქვეყანაში. აი ნახერხი დააბრუნოთ ჩვენს რეალობაში დავუშვათ მაგრამ სოფლიო ასპარეზზე. არა კონკრეტულად ქართულ ჭიდაობაზეა საუბარი. ქართულ ჭიდაობაზე არა. იმიტომ ჩვენ არაჩვეულებრივი ფალავნები ყავს ქართულ საქართველოში. არა და საფუძველი და შექმნა ჩვენი უმდიდრესი ოქროს ისტორია ქართული მოჭიდავეების და ასე მოყვა. და არა მხოლოდ მოჭიდავეების. შეგვიძლია უსასრულოდ საუბარი, მაგრამ დრო ძალიან სწრაფად გარბის და ამას და ისიც აღნიშნოთ რომ კერპებად მიიჩნევს ორ ლეგენდას. იმდენად უყვარს ჭიდაობა რომ აი მარტო ძიუდოთი არ იყო გივი კარტოზიას და ჩოჩის არა ჩოჩი გასაგები უბრალოდ მაგრამ გივი კარტოზია ხო წარმოგიდგენი აი იმდენად მრავალფეროვანია რა და მისი მოსვლა ქართულ კიდე ერთხელ ვამბობ ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად ეს აი როგორ გითხრა იცი რამის აი ბოლო მატარებლის ბოლო ვაგონის ბოლო საფეხურს რო შეახდა ბატონ თემურს მიულოცოთ და ერთი იუბილარი გავიხსენოთ კიდევ 20 რო შეხედა 50-ზე მეც მაინც ვერ მიცემ რა ისე ვისია რა ისე მხნედ ისე ვისეა საოცარი ადამიანია 20 აპრილს დაიბადა თემურ კაკულია ნუ ეს არაჩვეულებრივი ჩოგურთელი 9 წელია უკვე გარდაცვლილია და თავი გავიხსენოთ უკურნებელი სენი ქონდა და ახალგაზრდა 60 არ იყო ჯერ 60 არ იყო კიდე და თანაც ეპოქალურად ნახინიკო როგორი სიტუაცია აშკარად არ გაუმართა იმიტომ რომ ყავდა მეგობარი კერპი და აი უპირობო აი ეს ალიკა მეტრეველის პარტნიორები იყვნენ აბა პარტნიორები იყვნენ წყვილებში სულ ერთად იყვნენ მაგრამ აი ეს პირადი პირველობის ფაქტორი და ის ეხა მაინც გასხოვება ნუ ობიექტურად იყო დიდი იყო რა ნუ დიდი იყო კარგი ესე როგორ იმდენად დიდი იყო ალიკა თვითონ რომ მიუხედავად ამის აი დაყარა ტიტულები და მოდი შევეშვათ სამოყვარულოს ვიტყვი მთავარს აი დიდი ჩოგბურთი რასაც ქვია ესე იგი სლემებზე ავსტრალიის ღია პირველობაზე და უიმბლდონზე მესამე წრეში გავიდა. ეხლა შეიძლება ვიღაცას გაიც, მაგრამ ეს იმ პერიოდისთვის ის მაშინ რა ხალხიც იდგა. ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობაზე, US Open-ზე მეოთხე წრეში მერვეთ ფინალში გავიდა. აქვე გაუსრებ მოვლენებს და გეტყვი, რომ არც მანამდე და მაგის შემდგომ გამოჩნდა ორი ჩოგბურთელი, რომელსაც გაცილებით ის ჰქონდა, ნუ ქართველებიდან ვამბობ, ეს იყო აი უნიჭიერესი და უბრალოდ მთელი ისად გაფლანგა, ნუ ირაკლი ლაბაძე და ბოლოს ისა ბასილაშვილი. კი ბატონო. ხო, აი, ნუ და თვითონ მე ალიკასთან ისე ბოლო ამოსუნთქვამდე მეგობრობდა, ერთად იყვნენ ფედერაციის იმაში ჩად, მაგრამ აი სამოყვარულო დონეზე საბჭოთა კავშირის ის და ევრო აღმოსავლეთ ევროპის კორტები წალეკილი ჰქონდათ. ეს პროფესიონალის მიღება, მაშინ ხო აგიხსენის სამოყვარულო და ის, მაგრამ მაშინ გეძლეოდა იქ სამოყვარულოში ის კი არა ერთხელ ეგრეთ წოდებულ მიქსში ჩერეულ წყვილებშიც მოიგო იყო ასეთი რუსი ჩოგბურთელი ქალი ჩუვირინა მასთან ერთადაც კი მოგებული აქ თითული კი ანუ რასაც მოკიდა ხელი არ ვიცი რა გაცილებით აი კიდე ერთხელ ვამბობ აი რომ არა ალიკა მეტრეველის ეპოქის ფაქტორი გაცილებით მეც მიაღწევდა მაინც
მის დაუნებურად მოიცა ჩრდილებოდა. არა კი მიუხედავად ამის ძალიან სიამოვნებს რომ შენ აი ამ ჩვენს გადაცემაში ესეთ ადამიანებს რო იცნობ. ხო დრო ძალიან თან უწესიერესი კაცი იყო. კი მოვასწრებ აუცილებლად. ოლეგი პარტელიანი. ოლეგი და 50 წლის ასაკში დაიღუპა. ტრაგედია მეუღლესთან ერთად. საშინელება არა და დღემდე სარაგბო სამყაროში. სხვა შორის ოლეგი ლიპარტელიანი განეკუთვნებოდა აი იყო ასეთი გამოთქმა სხვადასხვა სახეობაში სპორტის რომ ესო ბიჭო 21 საუკუნის სპორტსმენია. აი ის ზუსტად ანუ დღეს რომ ოლეგ ლიპარტელიანი ყოლოდა ის ითამაშებდა გასილებით დიდი არა აი ეს ტალანტი რაც ქონდა ნეტა ეხა ნუ არ ვიცი აი ლენტახელი ბიჭი იყო და თან თავისი ჯანიდან ესეთი ის საოცარი ამის შეხამება ფრთის და შუამარბის პოზიციებზე თამაშობდა. აი კალაბურში ეხა ერთდროულად რო ითამაშო გამთამაშებელი და რამის ცენტრი რა. აი რაღაც ეგეთი ანუ აბსოლუტურად წარმოუდგენელი ის. რაღაც საოცარი ტაქტიკური აზროვნება, არაორდინალური გადაწყვეტილებები. აი ტვინი იყო რა გუნდის მოედანზე და ტექნიკური შესრულება ხო ეს იყო უზადო რა. უწესიერესი კაცი არ ვიცი იყო სხვა შორის ძალიან გვიან დაიწყო რაგბი. აი ეს მაშინდელი ეგრეთ წოდებული ის საბჭო და იმას რო ვამბობთ იქ სამხედრო სამსახურს. იქიდან რო დაბრუნდა, მე დაიწყო ლოკომოტივში, მე გოდაიზელება რა უნდა ბიჭო ამას თბილისში მოგიდეს ხელი. წაიყვანეს და აიას შექმნაში მიუძღვის ტიტანური წვლილი. სამგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ორგზის ესე იგი საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი და არ ვიცი ეს ის პერიოდია რა მირონოს რო დაუძახა ზუსტად რა ერთი ქუთაისი რუქაზე მაჩვენეო რა 5 გენერალი რო იჭდა თუ 4 რა ერთი ქუთაისი რა რატო იცი ის როგორ წააგეთო ბიჭო ანუ უპირებდი იმის მაშინ აკადემიის კაპიტანს აი ვერხოიასში გაშვებაზე ქუთაისში ჯერ რუქაზე გვიპოვეო რა 4-5 გენერალი იჭდა როგორი მომენტი ეცი აუ ეთო ვერ წარმოიდგინეს რა პირველი ეხა რამხელა ის ქონდა ჩვენ ხო პირველი თამაში ისტორიული თამაში 97-ში ვითამაშეთ ზიმბაბვესთან. მაშინ ხო ნაკრები ეს ნუ ეროვნულ ნაკრებს ვამბობდა, მაშინ ოფიციალურად გახდა ეს თარიღი ბორჯღალოსნების დასაბამი და ნუ მე დავიწყეთ უკვე დამოუკიდებლობის ხანიდან. იმ გუნდს უკაპიტნა. მე უკვე მოთამაშე მსვლელის რანგში პირველი ეროვნული ჩემპიონატი რო ჩატარდა, აიას მოთამაშე მსვლელი იყო და აია ვაშა ხო გახადა ჩემპიონი. საქართველოს ჩემპიონი და მაშინ უკვე ძალიან დიდი კონკურენცია იყო. პირველი ორი ჩემპიონატის სასაული იყო მაშინ. ყველა სერიოზულმა ქართველ მორაგბემ ერთად მოიყარა თავი. აი გაგიშვებ ერთი სანახაობა იყო და აი ესე ტრაგიკულად სამწუხაროდ 50 წლის და ხომ და აღნიშნო რომ მადლიერებით რომ როგორც რაგბის კავშირი ასევე ადგილობრივი ლენტეხელი იყო წარმოშობით და ყოველწლიურად იმართება მისი ხსოვნის საფესტივალო აი უმეტესად აი ბავშვებზე ახალ მოზარდებზე რომ აი ამას სტიმული მიეცეს ხო ხა ლენტეხში ხა ორი გუნდი ჩაიყვანე ამხანაგური თამაში ათამაშდა მე ბოდიში გააწყე და იქ სუფრაზე ააღე არა ეს ბავშვები არის გენიალური რა ეს რასაც ბავშვთა რაგბი ქვია და ამასობაში ხო სოფლიო სპორტსმენებსაც უნდა ფრინავი ჰოლანდია იოსკა იოჰან კროიფ სასაული იყო რა აი სხვა შორის 60 კროიფი ძვირფასო მეგობრებო და ეხა ის თაობა ვინც ასაკით უფრო პატარა და არ ახსოვს აი ის ეპოქაა 70-იანი წლები როცა სამი პლანეტაზე გამორჩეული ფეხბურთელი ყავს სამყაროს და მიდის მერე ჟაბაასიას უკვე სამყარო დონეზე აბა რომელი უფრო დიდია ნუ და თაობების მიხედვით პელე მოყვება ბეკენბაური და კროიფი რომელი უფრო დიდი ხო ნუ აი ხა წარმოიდგინე რა აი იმას რომ მივყვეთ რა გააკეთა რა შექმნა ეს სამგზის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და აიაქს სამჯერ ჩემპიონად თასი მოაგებინა ეს ფეხბურთის მაგრამ თვითონ რასაც მოედანზე აკეთებდა ამას ვერ გადმოცი ეს იმასთან შედარებით არაფერი არ არის ესე იგი კარიერის საუკეთესოები ქონდა აიაქსში და ბარსელონაში მაგრამ ბარსელონაში უფრო როგორც შემდგომ მსვლელის რანგში ივარგა და საკონტინენტაშორისო თასის გარდა ბლაუგრანას ყველა ტიტული მოაგებინა ქონდა ერთი მაგრამ ძალიან დიდი პრობლემა არ იყო რა ბოლომდე ეს ფსიქიურად გაწონასწორებული ოფიციალური საჯარო პერფექციონისტი იყო ამაზე აუჯაღდა მთელი სამყარო ერთხელ ერთ სატელევიზიო გადაცემაში რა თქვა იცი რომ კაცო ესენი პირჯორს რო იწერენ მაშინ
ფეხბურთელები მაშ მოიცა ყველა 22-ემ რო გადაიწეროსო ყველა თამაში ფრედ უნდა დამთავრდებოს ამაზე გაგიჩნდა ხალხი რო პერფექციონისტი იყო რაღაც და შევიდა სოფლიო გამოჩენილ სპორტსმენთა ათეულში როგორც ესე იგი გამორჩეული ათეისტი სპორტსმენი ლეგენდებში აგრჯის რა გინდა პარა ჯაყი ტიპი იყო ამას კიდე უშველა დენი კოსტერმა მეუღლე სოჭი ულამაზეს გოგო იყო აი ესეთი რა ნიდერლანდელი ხო თეთრი რაღაცა პიტკინა შეხედა ისე და თან სერიოზული ოჯახიდან მამა ბიზნესმენის ეს თვითონ ძალიან ისეთი ოჯახიდან იყო მუშების ოჯახი იყო არც მამა არც დედა არც ხო არა იმან გაკაჩა და ნიჭი არა და მე სიმაბრონე და ჩვენ ხოლოდ ეგეთ სიმაბრი ბიჭო ისა ამან გაუკეთა კარიერა ბარსელონაში ხორო თორ ბიზნესმენი იყო ხო წარმოიდგინე ხა მახანია მეყოლებოდა ხა სადმე იპელის კოჩკის ზედა სართულზე ხო ნუ აი ხო და ბოლომდე არა გარდა ხო და აბარა ეგრე და გარდაცვალებამდე არაფერი 50 წლიანი თანაცხოვრება და ოჯახი ქონდა ძალიან ისეთი გაუსრებ მოვლენებს და ვიტყვი რომ ისე ძალიან კარგი ბიჭი იყო ეს ისეთი ჟორდი კრუიფი შვილი რომ ბარსელონაში და მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშა არ იყო ორიგო ფეხბურთელი არა ეხა ბოლო ბარსას და მანჩესტერში ეხა მთლად შემთხვევით ვერ მოხდები მაგრამ ეხა მამის სიდიადე და მამის ის დონე არ ქონდა მაგრამ აქ მაგას ქონდა იმ თავარი ორი დიდი კითხვის ნიშანი რამაც იმდენად კიდე უფრო ვერ განადიდა იმდენად ვერ განადიდა რატომ ეს იყო ორი მსოფლიო ჩემპიონატი და ორივე მათგანში კომაგი ელოდა მისგან ტიტულს მსოფლიო ჩემპიონობას მეორე შემთხვევაში საერთოდ არ ითამაშა მოდი პირველს ვიტყვი ჯერ და მერე მეორეს აი ხა აქ გეტყვი ცოტა იცი რა არის ცოტა ფანტაზმაგორიული და არის რეალური სურათიც 74 წელი მიუნხენში ხო მიუნხენში ალიანს არენაზე გერმანიის პირველივე დაიწყეს ცენტრიდან პირველივე შეტევა და გოლ წააქციეს პენალი გაიტანა ნესკეს პირველივე წუთზე დაწინაო პირველი მიუხედავად რომ პირველი ტაიმი დათმო და პირველივე ტაიმში შემოატრიალა დასავლეთ გერმანიამ თამაშდა ტაიმი 2-1 მოიგო მე ბრაიტნერმა პენალტი გაატანა და ხო ბოლოს ის ყველაზე ჯუჯა რო ყავდა ეგ ჯუჯა გერმანელი ისტორიაში მე არ მინახავს ის გერტი მიულერის რა კაცი გოლი კაცს აშინელება იქ ხო მეორე ტაიმში კრუიფი მოედიდან გაქრა მოედანზე ჩრდილიც აღარ იყო ფაქტიურად და გაჩნდა მაშინ ბულვარულ ყვითელ პრესაში ასეთი ის რომ მატჩის სრულობისას ვიღაცამ შეატყობინაო იქ ბურთის მომწა არა რომ ესე იგი ოპტიკური იმითი შაშხანი ზის იმაზე ზევიდა სნაიპერზე და გამოგასანებს სიცოცხლესო მაგრამ ეხა ეს თვითონ არ დაუდასტურებია ამაზე საერთოდ არ შეუძლია მაგრამ ის ფაქტი რომ აი შეიძლება ვერ ითამაშა მაგრამ კაცი ესე ვთქვა რომ 74 წელი გერმანია სავსე იყო ეს ტერორისტული აქტები და სულ ის ჩანაწერი ამ თამაშის სრული საბედნიეროდ არსებობს საერთოდ არის არა მოედანზე იყო მაგრამ აი იდგა კაცი რა აი ხა მე რო გამიყვანო დაახლოებით რაღაც ამდაგვარი გამოვიდა. საერთოდ არაფერი აღარ შეუქმნია, არაღირებად. ეხლა, ნუ კაი, ეს მოხდა, ნუ არ დაადასტურა მომდევნო სოფლიო ჩემპიონატი არგენტინაში, სადაც უკვე იმ გერმანიას თავობათაც ვლაგდა. უპირობო ფავორიტია ჰოლანდია, იმიტომ რომ ჰოლანდიამ 74 წლის შემადგენლობა შეინარჩუნა უკვე. ყველა თითქმის ბირთვი რაც არის შენარჩუნებულია თავისუფლად გავიდნენ სოფლიოზე 78 წელზე. ხო, უკვე არგენტინაში გასამართ მუნდიალზე და ბოლო მომენტში მუნდიალის დაწყებამდე უარს აცხადებს იმაზე. და არ იმაშვება. ანუ სულ ბოლო მომენტში. შესაძლებელია შეიძლება. კი, რა თქმა უნდა, კი. უბრალოდ გაირკვა რა, რომ მაშინ ბარსელონაში თამაშობდა უკვე. რომ ძარცველი შეუვარდა და დეტალებს არ ყვება. ეს გაამზეურა, საინტერესო რაღაც გითხრა, ეს გაამზეურა 12 წლის შემდეგ. წარმოგიდგენია თვითონ 12 წლის შემდეგ ამ მოვლენიდან. და იმ ძარცველს, ესე იგი რეალურად ისეთი შოკი და სტრესი ჰქონდა მიღებული, რომ როგორ ჩანს არ ამბობს დეტალებს, მოკლედ 40 წუთიო საფეთქელიდან არ მოუცილებიაო. ესე იგი, და ესე იგი მიდიოდა რომ ან უნდა მოეკლა, ან არ მოეკლა. აი არ ვიცი და ეს არ მოყვა რა, მთელი ოჯახი ამ იმაში და არა, ანუ მორალურად აღარ შემილია ამ ჩემპიონატის მაგარი მტერი ყავდა ვიღაცა. არა და რო ეთამაშა. ჩემი ძალიან დიდი სიყვარულის და პატივისცემის არგენტინელის
ნაკრების მიმართ, არგენტინელების მიმართ ის არ იყო რა ობიექტურად სრულფასოვანი ჩემპიონი 78-ში რომ ის არგენტინა გახდა რა. აი შენ არა ხო ის თუმცა მე შენ თუმცა იმ პერიოდის არგენტინა და ამან განაპირობა ამ პერფექციონიზმა რომ ამის სიდიადე თორე რეალურად რინუს მიხელსმა რომ ჩაუყარა ტოტალურ ფეხბურთს თავარი განმახორციელებელი შემსრულებელი და შემოქმედი იოსკა კროიფი იყო აბა ვინ იყო ამან შექმნა თავის ირგვლივ შემდგომი სამყარო აი ეს ტოტალური ფეხბურთის ის არ საოცრება და მე რა მოხდა იცი ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი 68 წლის ასაკში წარმოგიდგენთ ბარს ეს კრემირება რატო გაუგეთ არ ვიცი მაგრამ საოცარი რაღაც მოხდა იქვე ააგეს მონუმენტი დაუდგეს მომენტალურად და რეალი სრული შემადგენლობით თავის პრეზიდენტიანად მივიდა იმაზე არა ნუ კროიფია რა ნუ ისეთი მომენტი იქ არ არსებობს უკვე შენ ბარსა მტერია რაღაცა კროიფია რა ნუ კროიფია ამსტერდამ არენას სადაც აი ახლოს ცხოვრობდა სტადიონთან ნიკრო დაიბადა და არა კროიფ არენა ეს უწოდეს კროიფ არენა და არ ვიცი რა აი დღემდე ნუ არ არსებობს ნუ ეს არის ჰოლანდიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი იყო არის და იქნება ეხა იქნება შეიძლება ცოტა ხმამაღალი სიტყვა კაცმა არის 100 წლის შემდეგ რა ხდება მაგრამ აი ჩვენ ამას ინოთ რო საუბრობდით ჰოლანდიური ფეხბურთის განვითარება არა უახლოეს მომენტში გარანტირებული მაგრამ იმდენად რთულა წარმოსადგენია რამდენი თვისებებით უნდა იყოს შემკობილი რომ შენ კრუიბზე მაღლა დადგეს დანიშნავენ რომ ძალიან ცოტა დრო გაქვს დარჩენილი და 91 წლის თასებით მოდი მაგას შევეშვათ იმიტომ რაღაცა ისე უფრო საინტერესო გვაქვს ზუსტად 36 წლის წინ 24 აპრილს ტოკიოში შედგა ორთაბრძოლა ეს იყო ერთგვარი შოუ მაგრამ მთლად შოუსაც ვერ დავარქვი ეს იყო სოფლიო ყურადღების ცენტრში უკვე 40 წელს მიტანებული ვეტერანი ჩოჩი ეს გენიოს ჩოჩი შოტა ჩოჩვილი ყბადაღებული ანტონიო ინოკის წინააღმდეგ ინოკი იყო იაპონური ჭიდაობის დიდოსტატი საბრძოლო ხელოვნება და აღიარებული ოსტატი სერიოზული მებრძოლი იყო და მანამდე გაიმართა ორთაბრძოლა რამდენიმე წლით ადრე ზუსტად არ მახსოვს ინოკის და არ იყო დიდი ხანი გასული ინოკის და მუჰამედ ალის შორის არ კასიოს კლა იყო უკლაი და თაფრე დამთავრდა ვერსერთი ვერ მიგას ეს იყო ეს იწვა და ეს არ უშვებდა ეს ვერ ურტყავდა ის არ მოდიოდა და მოკლედ ეხა ეს ჩოჩის მოჭდა მოკლედ ბუკმეკერები და არ ამბობდა ეხა ჩოჩი თვითონ ახაც კოლოსალური თანხა შეთავაზეს რომ ის დათმეო. ნუ ეს ხო აბსოლუტურად ნუ გაუშვა შორს რა თქმა უნდა და აი ესე იგი რა უკრა იცი თავის საყვარელი ჩოჩის ეს ძალიან დიდალი ულამაზესი არსენალი ჭიდაობის და ბრონზე მესამედ რო დაატრიალა პეჩებზე რო დააკეთკა ინოკი აღარ ამდგა რა ვინაც აი ჩოჩის ეს რაღაც საოცარი იმას ეს იყო გავიდა 26 წელი არა ძალიან და თან იმ ალის შემდეგ სამყარო როგორ იყო იცი ჩოჩი ვინ არის ბიჭო კასიუს კლეი ვერ მიეკარა რა კი ვერ ახსოვს მაგრამ ესეც მოჭიდავე ისიც მოჭიდავე ხო ეხა ის მოკრივე იყო სტილი განსხვავებული ეხა პროფესიული ის იწოვა რინგზე მაგრამ ის უფრო გავდა ჩაწყობილი სიმწო სპეციალისტები მიიჩნევენ რომ მაინც გახეთქავდა ერთს მაინც მოარტყავდა რო წასულიყო ალიო და არ წავიდაო და ეხა ჩოჩი რადგან აქ შესთავაზე იქაც შესთავაზებდა ალბათ და არა რა თქმა უნდა ეხა ნებისმიერი შოუ როგორც ისტორიულად მოყვება არის ბუკმეიკერების ხელში აქვს თელი საცენზები აქვს მოგზერება აბა ეხა იმ ხელაფულზე იმ ხელა იმაზეა საუბარი ვის უნდა შენ ნაღდი ორთაბრძოლა შოუა რა ბოლო მაინც და დიდო კიდევ ერთი ისტორია გაქვს შენ უფრო სწორედ ფაქტი რომელიც გინდა გააჟღერო ეს ხდება ნინგო 98 წლის წინ თითქოს არაფერი ისეთი ეხა ინგლისის თასის ფინალი რა ნუ ფინალი 1927 წელს უემბლიზე მაგრამ ეს ფინალი იქცა რამდენიმე კუთხით კარდიფ სიტი და ლონდონის არსენალი დავიწყოთ იმიტომ რომ თამაში დამთავრდა სენსაციურად მოიგო კარდიფ სიტიმ და აი დღემდე ინგლისის თასის 155 წლიან ისტორიაში ეს ხო დღემდე ერთადერთი შემთხვევა როდესაც ინგლისის თასი შემართა არაინგლისურმა კლუბმა ეს ეხლა რა მოხდა ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში მატჩი რომლის პირველი პირდაპირი რადიო რეპორტაჟი გადაიცა რადიო და გადაცა მავანმა ჯორჯ ელისონმა რომელიც იყო საფეხბურთო ჟურნალისტი არაფერი ხა ჟურნალისტმა ბარა გადის 8 წელი ეს ელისონი რომელიც არ არის რა პროფესიონალი ფეხბურთელი არაფერი მაშინ ლეგენდარული ჩემპიონი გარდაიცვალა ეს არსენალის პირველი დიდი ეპოქა რო შექმნა მსვლელმა
და არ ვიცი ვის გაუჩნდა იდეა ეს ელისონი მოიყვანეს თავარსკვლელად და აი ამ ჟურნალისტმა ხო მოაგებინა არსენალს ქვეყნის ჩემპიონობა და ინგლისის თასი კაც არა ეხა ჩვენი კოლეგების ყველას რომ იცი ეროვნული ნაკრებები ყველა იტყვის ყველა ტიტულს მოვიგებო მაგრამ ამა რეალურად მოაგებინა რა ამა რეალურად მოაგებინა ასეთი ამბებიც ხდება და იტო ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ფაქტების გახსნისთვის. ფენორზე აუცილებლად მომდებ იმაზე, იმიტომ რომ ამ მოვლენას არაფერი მე მინდა ჩემ და წინათაობას ვაუწყოთ, რომ ის თქვენთვის ყველასათვის კარგად ნაცნობი და ეხა კახურ დიალექტზე ხო არ მოვიჭრებ ის ვიორერი ცოცხალია ძვირფასო მეგობრებო და პირადი Facebook-ის გააჩნია სადაც ყველა შემცვლელ ქართველს მომენტალურად ბლოკირებას უკეთებს. ამ მოვლენას ჩვენ აუცილებლად მომავალ შაბათს შევახსენებთ საზოგადოებას. ილია სულამანიძის წარმატებას უსურვებს ილოს ვენაცვალე გაჩის კიდე ერთხელ მილოცვები და ილო რევანშის სურვილით კიდე ერთხელ ვამბობ სავარაუდოდ ასე 18 საათსა და 20 წუთიდან ველოდებით სულამანიძისა და კოცოევის დაპირისპირებას. მადლობა ძველი რადიო დღეს ამით გემშვიდობებათ დროებით ნახავთ. ბედნიერი შაბათი კვირა.